გავიშალე და მეტყინა. ვისაც გამოეპარა ასე ვთქვათ, სულ რამდენიმე წელი გეტყვით, რომ მოემზადოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ერთად უნდა გავიცნოთ ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში სრულიად ახალი მეთოდი, უმტკივნეულო, არამედიკამენტოზური, მაგრამ ძალიან ეფექტური, მას ქვია ოსტეოპათიური მეთოდი, ხო? ესე იგი, წლებია ზურგის ტკივილი მაწუხებს, იცით ყველა არის თქვენთვის ახალი, თავიდან მეგონა რომ აი ორსულობის შემდგომი მე ვიფიქრე რომ ბავშვის ტარებისგან გამომდინარე მაქვს ხო ეს წვირთი და სიმძიმე თქო მე ვარჯიშზე გადავედი მე მასაჟებზე გადავედი და მაინც მტკივა ზურგი და იქნებ ეს არის რაც მე მაინტერესებს და მჭირდება და რომლის შესახებაც ახლა გავიგებ მეთოდი უამრავი არსებობს მედიცინის სხვადასხვა დარგში მკურნალობის თუმცა ადამიანები ყოველთვის ეძებენ ყველაზე დამზოგველს და ყველაზე არამედიკამენტოზურს ზოგ შემთხვევაში პირიქით ადამიანს უყვართ რაღაც წამლების დალევა და უცებ შედეგის მიღება. როდესაც ხერხემალს ეხება საქმე და პრობლემა და განსაკუთრებით კიდევ არის რაღაცა რიგი დაავადებებისა მათ შორის არის აი ხმელთაშუა კი არა და მალთაშუა. გაგიხსნა დისკის თიაქარი რაც არც ისე იშვიათია და სულ ვდგებით აი ამ არჩევანის წინაშე ოპერაცია თუ არა ოპერაცია თუ არა. არა თუ კი შეიძლება ამას მარად მიუსწრო და მე კი ყველაზე მეტად აი ამ მეთოდის ანოტაციის კითხვის დროს დამაინტერესა იმან რომ ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, არამედ ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მისი მთლიანი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. და ასევე ბავშვებზე, ხო? დიახ. მოდით დაუძახოთ მაშინ ჩვენს სტუმარს და უფრო მეტი გავიგოთ. ვთხოვთ სტუდიაში რომ შემოგვიერთეს ირინა ინაგელი, ოსტეოპათ პედიატრი. გამარჯობა ირინა, გამარჯობა. შემოგვერთით. ხერხემლის ჯანმრთელობის მნიშვნელობა ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის ეს ნამეცადინები გვაქვს და ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას, სანამ რამე არ აგვტკივდება და არც ვიცით რა ვითარება, იმიტომ რომ მე არ მახსოვს, რომ ესე ზოგადი ჯანმრთელობის შემოწმების დროს მინდა მეც ხერხემლის რენტგენი გადაგვეღოს ან რაღაცა ისეთი გვექნას. ვცდებით თუ არა რომ ხერხემალს აქვს გადამწყვეტი შეიძლება ითქვას მნიშვნელობა ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის, მათ შორის ორგანული დიდი ინფორმაცია მოგიპოვებიათ თქვენ რა თქმა უნდა ორგანიზმის საყრდენი არის და ხერხემლიდან ხდება ყველა ორგანოს ინერვაცია, სისხლის მიმარაგება და თუ ხერხემალი ადამიანს არ აქვს ჯანმრთელი ვერ იქნება ვერანაირად ჯანმრთელი და ნებისმიერი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის მდგომარეობაში შენარჩუნება. ასევე გვსმენია რომ ხერხემლის და ზოგადად ჯანმრთელობაც მოდის ჩვენი ბავშვობიდან, ხო, რადგან თქვენ კონკრეტულად გეხებათ სწორედ ამასაკის პაციენტებიც მაინტერესებს რა არის ეს ასაკი, როდესაც უნდა მიექცეს ყურადღება და რა არის ეს ასაკი, როდესაც თუნდაც ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენოს პაციენტმა და რა კონკრეტულად რა პათოლოგიების დროს. კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ოსტეოპათია დავიწყოთ იქიდან რომ არ არის ალტერნატიული მეთოდი, უკვე მედიცინის დარგად აღიარებული ევროპაში, რუსეთში და აქტიურად მიმართავენ და დაბადებისთანავე, ანუ უცხოეთში უკვე სამშობიაროებშიც კი ყავთ ოსტეოპათები, რომლებიც იქვე ახორციელებენ რაღაც კორექციებს, რადგან დაბადების მომენტი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აი იმ სამშობიარო გზებში გამოჭრის თუ საკეისრო კვეთის დროს, ამოყვანის დროს მცირე მიკრო ტრავმამ შეიძლება მერე გამოიწვიოს ძალიან ისეთ სერიოზული დარღვევები. თუმცა ბავშვის ორგანიზმს აქვს კომპენსაციის უნარი, თვითგანკურნების და თვითაღდგენის უნარი და ამ ყველაფერს ასწორებს, მაგრამ არის 20-30%, რომელიც ვერ ახერხებს და მერე გადაიზრდება რაღაც პათოლოგიებში, რომელიც შემდეგ გვაწუხებს. ჩვენ შესავალში საუბრობდით, რომ არის რიგი პათოლოგიები ხერხემლისა, რომლის დროსაც რაღაცნაირად ასეა მიღებული, დაჟინებული ჩვენება ხოლმე ქირურგიული ჩარევა. აქვს თუ არა ამ ოსტეოპათიის მეთოდს აი ეს უნარი რომ გადაგვარჩინოს, ჩაანაცვლოს ოპერაცია.
აქვს და საკმაოდ დიდ პროცენტში უკვე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვისაუბრო, მესამე წელია ვმუშაობ ამ მეთოდით და არაერთი ოპერაციის განცდილება. განცდილებას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ოპერაციაც არის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი, თუმცა რადიკალური არის. განცდილი არა, მაგრამ ინვაზიური მეთოდია, შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდია დიდი და აი ამ და ზოგ შემთხვევაში გარდაუვალიც არის. ზოგ შემთხვევაში ჩემთანაც მოსულა პაციენტი, რომელსაც მე თვითონაც ვეუბნები, რომ სასწრაფოდ აქ დროს ვერ დავკარგავთ. უკუჩვენება კი არ არის ის, რომ ოსტეოპათიურად ჩავაერიოთ, უბრალოდ დროში გაწერილი იქნება და არის რიგი პათოლოგიები და დიდი ზომის თიაქარი ვთქვათ, როცა ვერ კარგავ დროს, საათებიც გადამწყვეტია, ეგ შეიძლება. თქვენი ხელები აღარ არის საკმარისი. დრო არ არის საკმარისი, თორე ჩემი ხელები ყოველთვის კარგია ოპერაციის შემდგომაც კი. არის პრობლემა მებია, რომელზეც ძალიან კარგად მუშაობს დაუშვათ. ჩამონათვალი ძალიან დიდია და ჩვენი გადაცემა და საეთერო დრო ამას არ ყველაზე კარგი არის, ესე იგი, ეს არის ხერხემლის პათოლოგიების დროს ნებისმიერი სპინალურით დავიწყოთ, მოდით თქვენ გისმენდით, ეხლა სპინალური გაუტკივარების შემდეგ ხდება თავის ტკივილები, წელის ტკივილები, რომლის მიზეზს ვერავინ ვერ იგებს და ნუ გაგივლის, რა თქმა უნდა, დროთან განმავლობაში, მაგრამ ცოტა რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი, ანუ სპინალური გაუტკივარება, გაურკვეველი ეტიოლოგიის წელის ტკივილები, თავის ტკივილები, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, შაკიკი, რომლის მიზეზიც არ ვიცი. ხერხემალია, მიზეზი შეიძლება იყოს. და ბავშვთა ასაკზე მინდა 1-2 სიტყვით ვთქვათ. ბავშვთა ასაკში აი ქალაში და ჰიპერტენზიას, რასაც ვეძახით, ძალიან კარგად ემორჩილებიან მკურნალობას, სისხლჩაქცევებიც კი პირველი მეორე ხარისხის, კისერმრუდობა და მენჯბარძაყის ახსრის დისპლაზია. ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, რომელიც ახლა სრულად ვერ მოგაწოდეთ. თუმცა მაინც სამუშაო ზონა, ასე ვთქვათ, არის აი ხერხემლის მიდამო, ხო? რითაც შემდეგ ორგანიზმს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მიეწოდება სისხლი და ასე შემდეგ უკავშირდება. თან საქმე და თან თხრობა გავაკეთე. ხო, ვერ წარმოვიდგინე რა პროცედურაა ეს, მიუხედავად იმისა, რომ გვიყვებით და ჯობია რომ მოვიყვანჩვენოთ. მოდით პატარა ესეთი შესავალი გავაკეთოთ, სანამ გაჩვენებთ. ხერხემალს ანატომიურად ახლა ძალიან არ ჩაუღრმავდები, მაგრამ ხერხემალი არის გახოვული ზურგისტვინი, უბრალოდ მოთავსებულია ხერხემალში და ზურგისტვის ხერხემლის გარდა იცავს კიდევ მაგარი გარსი, დურამატერი ქვია ამას, საკმაოდ მყარი სტრუქტურა, რომელიც აყვება ზურგისტვინს და თავისტვინსაც შემოკარსავს. წარმოიდგინეთ, დიდ პარკში არის ჩასმული თავისტვინი და ზურგისტვინი. აი ეს გარსი უმაგრდება რაღაც ადგილებში ხერხემალს. ეს არის კისრის მიდამო ძირითადად და კუდუსონის მიდამო. ამიტომ დაჭიმულობებით შეიძლება ამ მიდამოებში იყოს და ძირითადი მკურნალობა მიმდინარეობს კეფის მიდამოში და კუდუსონის მიდამოში. აი, ორივე მიდამო მაქვს დაჭიმული. მოდით, ხო ნახოთ. პირიქით უნდა გაიშალოთ. ავიშალოთ დავალები. გაიშალე და დაწექინე. სიამოვნებით. ვანახოთ რა ხდება, იმიტომ რომ პაციენტი როცა შემოდის შეშინებული სახით რა უნდა გაუკეთო, კარგია. შეშინებული სახით ტკივილს არ იგზნობს პაციენტი არ არის ამ პრობლემაში ცოტა მაინც. როცა არის დიდი ზომის თიაქარი და ზეწოლა ხდება ნერვზე, მაშინ პროცედურა ცოტა ამწოვებს ამ პროცესს, მაგრამ მე პროცედურის თავით იქეთ. თავით ჩემკენ, მუცელზე? არა, ზურგზე. ზურგზე. ნინა ცოტა არ იყოს შულს. მოდი, ორიც დაეტევ. ერთი წუთი არ ეყოფა ნინოს ნამდვილად. რა ხანგრძლივობის არის ეს პროცედურა? პროცედურის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია დაავადებაზე და ადამიანზე 20 წუთიდან 40 წუთამდე მყოლია პაციენტები, რომელთანაც საათნახევარიც გამიდარებია, უფრო მძიმე. ეს ვარჯიშებსაც მოიცავს თუ მხოლოდ თქვენ მუშაობთ? არ მოიცავს, მხოლოდ მუშაობ. მე და ვთხოვ პაციენტს მოდუნდეს მაქსიმალურად. სიამოვნებით. მოდუნდეს, რომ უფრო ადვილად მოახდინოთ, ესე იგი, ნინა აღწერი რას გრძნობ? მოდუნებულზე. ხო, ნინა დიდ ვერაფერს ვერ გრძნობს, მსუბუქი. ეხლა თავის გადაწყვეტით, არა, უბრალოდ სინჯაო რამდენად კარგად მოძრაობს ეს ჩვენი დურამატერი, ანუ მაგარი გარსი. აი ახლა წავიდა ხელები სამკურნალოთ, იმიტომ რომ ოდნავ არის დაჭიმული, რაც არ ნიშნავს, რომ მაინც რაღაც ხერხემალზე ხდება. ზუსტად მე ვერ ვამბობ და დიაგნოზს ვერ ვსვავ, რა ზომისაა ეს პროცესი. თქვენთან არა, თქვენთან ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ გადაძაბული რიტმი გაქვთ და ხანდახან თავის ტკივილებიც გექნება აქედან გამომდინარე. აბსოლუტურად მართალია.
თქვენ შეგიძლიათ ამბრძანდეთ და გავაგრძელოთ საუბარი მორჩა მოიცა აღარ ყოფნის ჩვენ ახლა მეწვევი მაშინ ანუ ეხლა მე თქვენ დიაგნოზს ვამდით თუ არა მე მივყვები ხერხემას კუდუსუნამდე ჩავდივარ მაგრამ ძირითადი სამუშაო ზონა არის თავი და მოძრაობა ანუ რა დონეზე მოძრაობს ეს ერთი წუთი მე მткиვა წლებია მოტრიალდი რომ ჩვენო ჩვენს მაყურებელს რა მონაკვეთი ზურგი მომეცი აი ეს მონაკვეთი მткиვა აი ესეთი მართკუთხის რაღაცა ფორმით აი ხა ვნახოთ რა შეიძლება გავარკვიოთ რა ხდება ხელის დადებით ხა აწი გეტყვით ესე მკითხავით რომ იცით თქვენ მეხუთე მალაზე გაქვთ რაღაც მაგრამ თვითონ სისტემა თუ დარღვეულია ამას აუცილებლად თუ იტყვით და რა შეიძლება იწვევდეს ამას აი ესეთი მსუბუქი მოძრაობები ხდება ანუ მოძრაობს თქვენი სისტემაც მოძრავია თუმცა ისეთი დაჭმულობა არ გაქვთ როგორც თქვენთან მეტი იყო. ანუ რა ხდებოდა მაყურებელს მინდა განუმარტო. ოდნავ დააწვას, ანუ ოდნავ აკაჩა ზემოთ ეს ჩემი ალბათ მობილურობაში ამოწმეთ. ეს პრობლემებს აღნიშნავთ, მე მიდის უკვე გულმკერდის ზონაზე მუშაობა და დიაფრაგმაზე. დიაფრაგმა საკმაოდ ესეთი მყარი კუნთია, რომელსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ და მისი დაჭმულობა იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას. ანუ ყოფს გულმკერდის მიდამოს მუცლის მიდამოსგან და შეიძლება გამოიწვიოს ფილტვზე, გულზე კომპრესია და აი ის ტკივილი და დისკომფორტი, რასაც აღნიშნავთ. ამ მეთოდით შეიძლება დიაფრაგმაზეც მუშაობა და მოდუნება მისი. ნუ სისხლის მოქცევის აღდგენა. შემდეგ უკვე ჩადიხარ კუდუსუნზე და კუდუსუნსაც დიდ დროს უთმობ მუშაობის მხრივ და ბოლოს მოდი მაშინ ვთქვათ აი რითი განსხვავდება ეს მეთოდი მასაჟისგან და აი იმ სხვა მეთოდებისგან რასაც ქვია ბატონო ანატომიური თვალსაზრისით განსხვავდება იმით რომ სხვა მეთოდები და გინდაც მასაჟი მუშაობს პერიფერიაზე მარტო კუნთოვან სისტემაზე ხოლო ოსტეოპათიის დროს ხდება დაწყებული ფასციიდან მუშაობა ფასციაზე, კუნთზე, ძვლებზე, ოსტეოიმიტო ქვია და მენინგიალურ გარსებზეც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ისეთი შედეგიანი. კაპიტანინა, აი ძალიან ბევრს ჩემსავით გარსი აქვს დაჭიმული ამ ცხოვრებისგან და ძირითადად ეთიკას მაგალითად ხანგრძლივი რაღაცა ტკივილი აქვს ამაში, მაგრამ ყველაზე დაღლილი არის ხოლმე მხრების და კისრის მალე მეთანხმებით ხო აი ეს მიდამო კისრის მიდამო იმიტომ რომ არ აქვს ისეთი კუნთოვანი კარკასი და ისეთი ძლოვანი და ამიტომ იჭიმება ყველაზე მეტად კისრის მიდამო და ყველაზე მთავარი კიდე მანუალისტები ერიდებიან ამ მიდამოზე მუშაობას ეშინიათ კარგია რომ ეშინიათ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სისხლძარღვები და ნერვები გადის აქვს და შეიძლება რომ ისე დავწვე ვიჯდე დავჯდეთ ანუ ეს ჩვენი გადაღლილი თავკისერი ჩვენი დღის რეჟიმის ბრალია თუ ღამის ძილის რაღაცა არასწორი ცხოვრების რეჟიმის ანუ დღეს ძალიან გაახალგაზრდა და ხერხემლის პათოლოგიები იგივე ოსტეოქონდროზი ადრე მარტო ხანდაზმულ ადამიანებში ისმეოდა ამის დიაგნოზი ეხლა ჩემ კაბინეტში რომ მოდის მალთაშუა დისკის თიაქარით 20 წლის და 30 წლის გოგო ეს არის არანორმალური, მაგრამ პირველი მიზეზი, ანუ ბევრი მიზეზი აქვს ხერხემლის პრობლემებს. ეს არის, მოდი ჩამოვთვალოთ შემოკლედ. ანუ ფიზიკური გადატვირთვა, რომელიც უფრო სპორტსმენებს ახასიათებს, ნორმაზე მეტი, არასწორი დატვირთვა, არასწორი ვარჯიში, რაც ძალიან ხშირად ახლა ძალიან ვარპატით რომ გაწყვეტენ, ძალიან პოპულარულია წონებით, ეგრეთ წოდებული სიმძიმით ვარჯიში, იმისთვის რომ სწრაფად მოხდეს ფორმირება კუნთების და არ შეიძლება სპეციალისტმა უნდა გასწავლოთ თქვენი წონისთვის, თქვენი ზომისთვის რა მასაზე შეიძლება მუშაობა, რომელი კუნთის დატვირთვა შეიძლება, ანუ არასწორი გადატვირთვაც იწვევს ხერხემალზე მერე პრობლემებს. მეორე ეს არის ტრავმა, რომელსაც ჩვენ ვერ გაურბივართ ფერსად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და მეოთხე ცხოვრების რეჟიმი. ჯდომარე, რამდენ საათს ვატარებთ ჩვენ ჯდომარე მდგომარეობაში? ჰიპოდინამია, ვართ ერთ მდგომარეობაში 4, 5, 6, 7, 8 საათი. აი აქ გკითხავთ. ყველაზე დამზოგავი ფიზიკური დატვირთვა.
რომელიც შეგვიძლია ყოველდღიურ რუტინაში ჩავსვათ, რომ არ გვჭირდებოდეს სპორტულ დარბაზებში სიარული არაცა არის თუ არა ეს? ბატონო, რეკომენდაციას მოგცემთ არის ეს ცურვა და სიარული. ჩემი აზრით, თუმცა ცურვაც ისეთი სპორტული და ძალიან გადატვირთული არ არის. მე მინდა რომ აუცილებლად ვისაუბროთ თქვათ კურსის ხანგრძლივობაზე და ზოგადად შედეგი რა ვადაში მიიღწევა, მაგრამ აი ჩვენი მაყურებელი გვწერს შვილიშვილი მყავს და მიკროცეფალიტო და აქვს განვითარების ჩამორჩენაო და რას გურჩევთ ოსტეოპათიის შესახებ. ანუ ესეთი ტიპის დაავადებების დროს რამდენად გამოიყენება და კიდევ სხვა შეკითხვებზე გიპასუხებთ რეკლამის შემდეგ. მიკროცეფალია შემდეგ რომ დავბრუნდით ეთერში და საუბრობთ ხერხემლის პრობლემების, ასე ვთქვათ, მკურნალობის ჩვენთვის ახალ მეთოდზე, ოსტეოპათიაზე. ჩვენ გავიარეთ პატარა, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკა და მოვიდა კი ბატონო და მოვიდა ძალიან ბევრი შეკითხვა. შეკითხვა ძალიან ბევრია, მათ შორის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არის თიაქართან დაკავშირებით. შეიძლება თუ არა მასაჟებიო და ამაზეც მინდა კომენტარი გააკეთოთ, როცა უკვე გაკეთებული მაქვს წელის მე-5-მე-6 მალაზე თიაქრის ოპერაცია, მაგრამ წელის ტკივილები მაინც მაქვს. ეხლა დაემატებ კიდევ კისრის ტკივილიო, რომ ვატრიალებ კისერს ყურებში ხმები მესმის და თითქოს ხრაშუნობს შიგნიდანო. მოდი ჯერ განვარტოთ, რომ ეს მეთოდი მასაჟია თუ არა და შემდეგ კონკრეტულად ოპერაცია. ოსტეოპათია მასაჟი არ არის ნამდვილად, ეს მუშაობა მიდის უფრო ღრმა სტრუქტურებზე ვიდრე მასაჟი. მასაჟი მარტო კუნთებზე მუშაობს და ფასციებზე. რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდებს, კი ბატონო, რა თქმა უნდა, შეიძლება მუშაობა, რადგან ოპერაცია კეთდება ერთ პრობლემაზე, ხოლო ხერხემალი არის ძალიან დიდი და ძალიან ბევრი დისკი აქვს და სხვა დისკებს უნდა მიხედო. შეუძლია მოუბრძანდეს. კისრის დაჭიმულობა იწვევს თუ არა თავბრუს ხვევას, რენტგენით მე-6 მალის ზედაპირზე მაქვს მცირე ოსტეოფიტიო და ასევე მე-6 და მე-7 მალებს შორის მაქვს გაკირული იოგიო. დაჭიმულობაც გაქვთო ესე მითხრესო. დიახ, კისრის კუნთების დაჭიმულობა, რა თქმა უნდა, თავის თავბრუს ხვევას გამოიწვევს და შეიძლება გონების დაკარგვამდეც მიგვიყვანოს, იმიტომ რომ ძირითადი თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები, კაროტიდები გაივლიან კისრის ნაწილს და აი აქ თუ მოხდა სპაზმი და მათი შევიწროება, თავბრუს ხვევაც იქნება, თავის ტკივილიც იქნება და შეიძლება გონების დაკარგვამდე მიგვიყვანოს. ამიტომ ეს ჯგუფი უნდა იყოს მოდუნებული ყოველთვის. მე-4 და მე-5 მალას შორის მაქვს 14 მმ-იანი სეკვესტრირებული თიაქარი. ასევე ერთი მალა არის დისლოცირებული. თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა და რამდენად შედეგიანი იქნება თქვენთან მკურნალობაო. ანუ აქ არის ალბათ შეკითხვა ოპერაციასა და ამ მეთოდს შორის არჩევაზე. სეკვესტრირებული თიაქარი იყო თავიდან ძალიან დიდი შიში ჩემთვის. ეს არის თქვენს ენაზე რო აგიხსნათ გამსკდარი, ანუ როცა დისკი გასკდა უკვე და გადმოვიდა იქიდან შიგთავსი. თუმცა ძალიან დაჟინებული მოთხოვნით პაციენტის რომ მე ოპერაცია არ მინდა და მაინც გავრისკოთ და დავიწყოთ, ჩვენ ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ. მე ვიყავი უარსა პაციენტის დაჟინებული მოთხოვნით და რატომ, როგორ მოხდა? იმიტომ რომ როცა სისხლის მოქცევა აღდგება, კვება აღდგება, დისკს აქვს რეგენერაციის აღდგენის უნარი და ნუ ჩვეულებრივ დაიწყო აღდგენა და კლინიკურად ადამიანი არის უკვე კარგად. მინდა ვიკითხო რაოდენობაზე, ასე ვთქვათ, რას გულისხმობს მკურნალობის ციკლი, ასე ვთქვათ, ხო, რამდენჯერ უნდა გესტუმრონ თქვენ და შემდეგ როგორ უნდა მოუარონ უკვე ამ მკურნალებს? ჩვენი მეგობრობა, ასე ვთქვათ, პაციენტს და ჩემს შორის არ არის მხოლოდ ექიმ-პაციენტური დამოკიდებულება, ჩვენ ხდებით მეგობრები, იმიტომ რომ საკმაოდ ხანგრძლივად გვიწევს ურთიერთობა. გააჩნია დიაგნოზი. როცა არის მწვავე პროცესი, აი ეს დიდი ზომის თიაქარი დაზიანებული, მაშინ შეიძლება დღე-გამოშვებითაც შევხვდეთ ერთმანეთს, თუმცა საშუალოდ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის კვირაში ერთხელ, მერე ორ კვირაში ერთხელ და პერიოდულად ყოველთვის ვიპარებ. ერთ თვეში გამომიარე, ორ თვეში, ანუ როცა უკვე გამოჯამთელდება. რადგან თქვენ განაგრძობთ ამ თქვენ არანორმალურ რიტმს დატვირთვას. დიახ, ჩემ გამოსწორებულ ამბებს თქვენ ისევ უბრუნდებით. ამიტომ თვეში ან ორ თვეში ერთხელ ვიპარებ. თქვენ ახსენეთ დისპლაზია, რომელიც თითქოს ხერხემლისგან ცოტა მოშორებით არის, მენჯის ძვლების, ასე ვთქვათ, პათოლოგია. დისპლაზიის გამოსწორებაც შესაძლებელია. გამოსწორება, იმიტომ რომ თუ სწორად მახსოვს, ეს არის მენჯის ძვლის არასწორი დგომა, ხო? რატო ვითარდება არასწორად სახსარი? მაშინ დავიწყოთ აქედან, იმიტომ რომ არასწორად ხდება მისი კვება
არ მიეწოდება ნორმალურად სისხლი და ანუ ის ნივთიერება რომელიც უნდა გამოიყოფოდეს და ასრიალებდეს ამ სახსარს არ არის ნორმალური რაოდენობით და არასწორად ვითარდება. ამისთვის ზოგადად თქვენ თავიდან ჭორაობდით ერთმანეთში რომ თელს ორგანიზმს უწყობს ხელსაწყებაში, როდესაც ხერხემლის პრობლემა იხსნება, როდესაც კვება აღდგება, ის არასწორად განვითარებული სახსარიც თავის ადგილს უბრუნდება და ეს რენტგენოლოგიურად დადასტურებული სურათებით მაქვს. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ეფექტურია და ცოტა პროცედურა ჭირდება. კარგია, მცოდნა და ნეტა ეგ პატარა იყო ჩემი შვილი. აი პაციენტი მაშინ როდესაც სადღაც პრე და კლიმაქტერულ პერიოდში იწყება სწორედ აი ძვლების ეს უკვე კოქსართროზი და იქ სხვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად შედის ოსტეოპათიის მკურნალობს, თუმცა როცა ოსტეოპოროზია, მან უნდა მივხედოთ ცვლის სტრუქტურასაც, ანუ სხვა თერაპევტი ნიშნავს და თანმხლებად ერთ-ერთ თქვენ აღნიშნეთ წინა ბლოკში ჩვენი გადაცემის აი ეს გაუტკივარების შემდგომი ჩივილები ხო და ბევრი დედა გვწერს 4 თვის წინ გავიკეთე საკეისრო და დღემდე მუხლებში ძალა არ მომივიდაო ტკივაო რას მერჩევს თქვენი სტუმარი მიმართო თუ არა ეკიმსო იმიტომ რომ გამოსილი დედები მეუბნებიან 6 თვის მერე გადამივისო თვითონ გაულის და თუ ძალიან მწვავეა ტკივილი შეუძლია მოგძალდეს და დავაჩქაროთ უბრალოდ ეს პროცესი. ხაბატონი ირია ჩვენ რეკლამაზე გვყვებოდით როგორ თქვენ თვითონაც ცდილობთ რომ დაასვენოთ ხოლმე ხერხემალი და მინდა რომ ჩვენს მაყურებლებსაც გავუზიაროთ იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში რამდენიმე წუთით ხო შეიძლება ეს ჩვენი ხერხემალი. კი, ზოგადად სანამ მე ოსტეოპათიას ვისწავლიდი, მე თვითონაც ვიყავი სულ არანორმალურ რეჟიმში და ეხაც ყველა ამ რეჟიმში ვარ, თვინც მუშაობ და ეხა მივხვდი რომ მაშინ თურმე არ შემეძლო დასვენება. რას ვეძახით ჩვენ შეიძლება წამოვწვეთ, მაგრამ ვფიქრობთ რაღაცაზე, ყველა უჯრედი დაძაბული გვაქვს, ყველა კუნთი დაძაბული გვაქვს. არა, ის 5 წუთი მაინც დაასვენეთ ეს უბედური ორგანიზმი. მოადუნეთ ყველა უჯრედი, ყველა კუნთი, ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, რომ ამ მოდუნებულ სხეულში ადვილად მოხდეს სისხლის მიმოქცევა, адვილად მოხდეს კვება. აი ეს თქვენთვის მალე სახერხებელ პოზაში, ხო? ზოგს მუცელზე მოწონს, ზოგს ზურგზე მოწონს, სადაც ქსიამუნებთ ორგანიზმი თვითონ ირჩევს პოზას, რომელშიც უფრო კომფორტულადაა და რომელშიც დაისვენებს უფრო კარგად. მოკლედ, შეკითხვა ძალიან ბევრი იყო, მათ შორის ძალიან ისეთი დიაგნოზები, რომლებსაც კონკრეტულად მსჭირდება ალბათ ბევრი სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და როგორც აღნიშნეთ, ეს მეთოდი შესაძლებელია იყოს მხოლოდ თანმხლები და შეიძლება იყოს წამყვანი, და შეიძლება იყოს წამყვანი ზოგი ამას გარკვევს ექიმი. ამას გარკვევს ექიმი. ძალიან გაგიზიარებთ აუცილებლად ჩვენი ექიმის სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, თქვენი მეთოდის გაცნობა, ძალიან დაგვაფიქრა და დავინტერესდით. დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ კურნალობა, ბუნებრივი საშუალებები, გამიქცელე, სტრესი, დაღლილობა, დაჭიმულობა და არ გვიყვარს თქვენ არასაჭიროდ ზედმეტი წამლების მიღება და ყოველთვის ჯერ ვცდილობთ რომ ბუნებრივი საშუალებები მოვიხმაროთ, ერთმანეთსაც ვუზიარებთ. სხვათა შორის ნიორთან დაკავშირებით ძალიან არასდროს არ კარგავს აქტუალობას ეს პროდუქტი. ხო, იცით ამას ნიორი რომ იყო ეპიდემია გრიპის და ასე შემდეგ, ჩემი მეგობარი მიყვებოდა რომ კაცო, ჩემი შვილიო ბაღიდან მოდისო, ესე იგი არსო ნივრისუნადო, ძალიან ნივრისუნი ასეთ ყველასო ბავშვებსო და როგორც ჩანს ამ რაღაცა C ვიტამინის შემცველობის გამო თუ რეკომენდაცია წამოვიდა რომ ბევრი ნიორი რაციონში და როგორც ჩანს აჭმევდნენ და აჭმევდნენ ბავშვებს ეგ ვიცი ნივის ძივები რომ არომატ რაღაცა ანტიბაქტერიულია ეს და ცოტა იმუნიტეტის ასე ვთქვათ გამაცოცხლებელის, მაგრამ დამამშვიდებელი ფუნქცია თუ ქონდა იცოდით ნიორს და სტრესის მომხსნელი? არ ვიცოდი. არც მე არ ვიცოდი და გინდა რომ გაიგო. ხო და ნივრის ეთერზეთიც თუ არსებობდა ესეთი სახით რომ შეგიძლია დალიო. საერთოდ ჩავეძლიო რა. ვიცოდი. მე მგონია დროა მოვიპატიჟოთ სტუმარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი შემოგვეერთდება და გამარჯობა. ხო, შემოგვიერთდეთ. აუცილებლად დღე გვაქვს. ნუ აი ნიორი ყველას ქონია გამოყენებული რაღაცა ასეთი ნუ რაციონში ყველას რა გვაქვს რაციონში. მაგრამ დავამშვიდებელი. მოგესალმებით მშვენიერ სტუდიაში და არაჩვეულებრივ გარემოში. მე მინდა გითხრათ რომ პატარა შესავალს გავაკეთოთ შეიძლება ეს
21 საუკუნეა გლობალიზაციის და ტექნოგენური ცივილიზაციის ეპოქა გვაოცებს ესე ვთქვა თავისი სტრეს-მაინდუცირებელი რის ფაქტორების მოქმედებით ყოველდღიურად. მოგეხსენებათ რომ სტრესი პირდაპირ კორელაციაშია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. როდესაც სტრესზე საუბრობ ხშირად და ალბათ ძალიან დიდ პროცენტში ადამიანები წარმოიდგენენ მხოლოდ ნერვულ სტრესს. ეს ასე არ არის. ნებისმიერი სტრეს-მაინდუცირებელი ფაქტორი არის ის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს უარყოფითი ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს არის ის ჩვენი ყოველდღიურობა, რასაც ჩვენ ხვდებით. გახშირებული ვირუსები და ინფექციები. ხო, სადღაც გვაგვიანდება, ეკითხა რაღაცა პასუხისგებლობა გვაქვს, რომელიც უნდა სამსახურში გთხოვენ რაღაცა, საცობი, ხო, ბავშვს უნდა მიაკითხოთ დროზე. აუცილებლად. ხო, ეს უყოფელი ხო სტრესებია პატარ-პატარა. ეკოლოგიური დაბინძურება გარემოსი. ეს ძალიან აქტუალურია ტყვიაზე საუბარი და არა მარტო ტყვიაზე, ტყვია კადმიუმი, ასბესტი და ასე შემდეგ ამდენი მშენებლობა მიდის ჩვენს ქალაქში, ხო? გარდა ამისა, გაჯეტები და ეგრეთ წოდებული ელექტრომოწყობილობები, რომელთანაც ჩვენ ყველას გვაკავშირებს მიჯაჭვულობა. ვირუსები, ბაქტერიები, მიკოზური ინფექციები, გარდა ამისა, პესტიციდები, ჰერბიციდები და საკვები, ყველანაირი საკვები, ანუ ის საკვები, რომელიც დაუშვათ არაბალანსირებულია, არასწორი, არაჯანსაღი კვება, არაჯანსაღი ცხოვრება. არ გამოდის ბალანსირებული და არანაირად არ გამოდის. ეს არის ზუსტად ის სტრეს-მაინდუცირებელი ფაქტორები, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა ჩვენი ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს ნორმაში წონასწორობა, ბალანსი, ჰომეოსტაზი და აქედან გამომდინარე ჩვენი ორგანიზმი დაძაბულია და მუდმივად განიცდის ზეწოლის შედეგად დაძაბულობას, რომ მან გამოიმუშაოს ის ადაპტაციური მდგომარეობა, მოახდინოს ადაპტაცია. ერთი პატარა ლამაზი ნიური. ეხლა მიგვიყვანეთ სადღაც. კეთილი ბოლო აქვს ამ ყველაფერს ხო მითხარით. კეთილი ბოლო აქვს აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვცდილობთ რომ აი ამის შედეგად ეს კომპენსატორული მექანიზმები არ განილიოს და არ მივიდეთ დაავადებამდე, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში უკვე ხდება ცვლილებები და არა მარტო ორგანულ დონეზე, ეს ხდება უჯრედულ დონეზე, გამომუშავდება ეგრეთ წოდებული თავისუფალი რადიკალები, რომელმაც შეიძლება უამრავი დაავადება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში. და ვერძვით ამას იმუნიტეტი. და ვერძვით ამას იმუნიტეტით. საბოლოო ჯამში სამიზნეს, ანუ სტრეს-მაინდუცირებელი ფაქტორების წარმოადგენს თითქმის ყველა სისტემა, კიდებს პირველ რიგში ხელს ლოკუს სუსტ წერტილს. შეიძლება იქიდან დაიწყოს განვითარება, სუსტი ლოკუსი, საიდანაც შეიძლება განვითარება დაიწყოს პათოლოგიურმა პროცესმა, მაგრამ შეიძლება ჩაერთოს შემდგომში უკვე მთლიანად ორგანიზმი და ყველაზე ძლიერ დარტყმას ღებულობს იმუნიტეტი. ანუ ჯანმრთელობა იწყება იმუნიტეტით და მთავრდება იმუნიტეტის შესუსტებით, ხო? აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული გზით ვცდილობთ ხოლმე რაღაცა საშუალებები მოძებნოთ და ადამიანები ძალიან ხშირ შემთხვევაში უკვე ცდილობენ, რომ ბუნებრივი საშუალებები გამოიყენონ. გამოიყენონ ბუნებრივი ფიტონციდები, ისეთები, როგორიც არის დაუშვათ ნიორი ხახვი, გამოიყენონ მცენარეული ჩაი. მაგრამ ის ნიორი ხახვიც აღარ ვიცით უკვე, ნიორია და ხახვია. ნამდვილად, აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ შექმნილია მრავალი აი ესეთი ნივრის, ხა ნიორი არის მართლა საოცარი პრეპარატი, ჯერ კიდევ 2030 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე შუმერები იყენებდნენ აი ამ ნიორს და აიცენა საუბრობდა ნივრის საოცრებების შესახებ. შექმნილია სამი ტიპის ეს ფარმაცევტულ ბაზარზე ფხვნილის სახით არის, მაცერატის სახით არის და არის არაჩვეულებრივი, აი თქვენ კიდევ წინ ეს არის ნივრის ეთერზეთი, რომელიც მზადდება 4000 კილოგრამი ნივრისგან. მიიღება 1 კილოგრამი ეთერზეთი, 1 კილოგრამი 4000 კილოგრამი ნივრისგან 1 კილოგრამი ეთერზეთი, რომელიც არის ჟელატინირებული, ანუ ჟელატინშია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რატომ არა მივიღოთ ცოცხლა და უშოთ ნიორი და ხახვი, მაგრამ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ 4000 ნიორს ვერ შეჭამჭერეთ, მეორეც ერთი ვერავითარ შემთხვევაში თქვენ სოციუმში ნივრით და ხახვით გაჯერებული ვერ გამოცხადდებით და გამომდინარე კიდევ იქედან რომ ნიორს შეუძლია და ხავს ბუნებრივი სახით, ვინაიდან ისინი კუჭში ხდება მათი დაშლა და გადამუშავება, გააღიზიანონ კუჭნაწლავის ტრაქტი, ნაღვლსადენი გზები და ასე შემდეგ. აი ასეთი სახით მიღებული ნიორი, ნივრის ეთერზეთი უნიკალურია, ვინაიდან ის მხოლოდ ნივრის ეთერზეთი არ არის. მასში დამატებულია 19 ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. 19, რომელთაგან თვითოულს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. მასში არის ნიორს აქვს უნიკალური თვისებები, ის არის
ანუ ჩვენ პრეპარატ სტრონგუს რომელსაც აი ესე მე სანამ თვითონ არ დავიწყე ამ პრეპარატის მოხმარება ძალიან ძნელია დარწმუნდა ზოგადად როდესაც დაიწყე ამ პრეპარატის მოხმარებას მე თვითონ რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტიც ვარ ასე ვთქვათ და ზოგადად იმუნიტეტის მოდულაცია საჭირო და სწორედ აი ამ პრეპარატის საშუალებით მოხდა ჩემი იმუნიტეტის მოდულაცია და რა თქმა უნდა ვირუსული ინფექციების პერიოდში ნივრის ეთერზეც შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ანუ იბრძოლოს ვირუსების, ბაქტერიების, მიკოზური ინფექციის საწინააღმდეგოდ მას შეუძლია ჰელმინტების წინააღმდეგ ბრძოლა არაჩვეულებრივი ჰელიკობაქტერიას კი პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლა როგორც დამხმარე პრეპარატი როგორც დამხმარე პრეპარატიც და ამ შემთხვევაში იცით როგორც მონოპრეპარატი ეს ადამიანის იმუნურ სისტემას გააჩნია და თუ შენ იმუნური სისტემა მოამძლავრე სტრონგუსის მეშვეობით რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ხო ასე შემთხვევაში უკვე იმუნიტეტი მობილიზებულია და მას თვითონ შეუძლია რაღაც შემთხვევები ახლა რა თქმა უნდა თუ არ გვაქვს ძალიან მძიმე ვირუსული ინფექციები დაამარცხოს თვითონ ეს ვირუსული ინფექცია გარდა პრეპარატებთან ურთიერთობა. სხვა პრეპარატებთან ურთიერთობა შეიძლება. პრეპარატი არის გერმანული, ძალიან დახვეწილი, მარტივად მისაღები. მიიღება თითოეული კაფსულა, ჟელატინი, ანუ ჟელატინის ფორმის კაფსულა შეიცავს 2 მილიგრამს. მიიღება ღამის ძილის წინ. ღამის ძილის წინ რატომ განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ხსნის ყველანაირ ფოთვას, ნერვულ აშლილობას, არაჩვეულებრივი მოქმედება გულსიცავთა სისტემის მხრივ, იწვევს გულსიცავთა სისტემის, ანუ სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, არაჩვეულებრივად მოქმედია ათეროსკლეროზის წინააღმდეგ. სახე აქვს მიღებას რაღაცა პერიოდი უნდა მივიღოთ შემდეგ დავისვენოთ თუ შესაძლებელია ამას მოგახსენებთ აი მინდა მოკლედ გითხრათ უბრალოდ მასში შემავალ იმ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზე რომლებსაც აქვს ასეთი ძალიან ღირებულოვანი მნიშვნელობა მასში შედის დისულფიდი რომელიც სპეციალურად გამოიყენება ეს პრეპარატი აი მონოთერაპიის სახით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ამ პრეპარატის მიღებას იმიტომ რომ ის არის პირდაპირ სამიზნე ქოლესტერინის გამომუშავების საწინააღმდეგო ღვიძლზე. უშუალოდ ღვიძლზე მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, რომელსაც ქოლესტერინის რაოდენობა დაურეგულირდა. მე პედიატრი ვარ, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია მაქვს და ეს არის არადაუშვად რაღაც კონკრეტული кейსები, მხოლოდ ეს არის საერთაშორისო კვლევები, მეტაანალიზზე დაყრდნობილი და აი ამ მხრივ აი ეს ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, ისევე როგორც დაუშვათ ალიცინი, რომელსაც შეიცავს ეს ნივრის ეთერზეთი, უпростоრად აი როდესაც ნიორის ეთერზეთს ამზადებენ აი პარალელურად ხდება ამ 19 ბიოლოგიურად აქტიური დანამატის დამატება მასში. ახლა მე ცოტა შემეშინდა. ამდენი დანამატი, ცოტა ნივრის ექსტრაქტი, ისე ჟღერს გასაგებია რომ ჟელატინშია მოქცეული კაფსულა, მაგრამ კუჭნაწლავზე როგორ მოქმედებს? კუჭნაწლავზე საერთოდ არ აქვს არანაირი უარყოფითი ზემოქმედება, იმიტომ რომ ის კუჭი არ იშლება. ის თანდათანობით იშლება და წვრილ ნაწლავში შეიწოვება. ამიტომ არანაირი გვერდითი მოვლენა ამ მხრივ არ აქვს. შეიძლება ამოვიკითხე და აქამდე ვიცოდით რომ თქვათ რაღაც მძიმე მეტალების ორგანიზმიდან განდევნა მაგალითად ისეთი როგორც არის ტყვია შეუძლებელი იყო ხო და თქვათ რაღაცა მკურნალობა ამისთვის არ არსებობდა მაგრამ აქ გვიწერია ანოტაციაში ამ მედიკამენტის შესაძლებელია ასე დროსაც გამოიყენებოდეს დამხმარე საშუალებად. როგორც წესი, ამ მძიმე მეტალების მოქმედების დროს ორგანიზმში გროვდება ეს თავისუფალი რადიკალები და იცვლება უჯრედის ენერგოუზრუნველყოფის სისტემა. ვინაიდან სტრონგუს გააჩნია ორგანიზმიდან ამ თავისუფალი რადიკალების გამოდევნის, ელიმინაციის უნარი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გქონდა რამოდენიმე შემთხვევა, მე მინდა ეს ერთი კონკრეტული кейსი გითხრათ, პაციენტი, რომელსაც ჰქონდა 35 დეციბელი litrზე აი ეს ოდენობა ტყვის სისხლში სტრონგუსის სამთვიანი მიღების შემდეგ პაციენტს ფაქტიურად ტყვია რა თქმა უნდა ტყვის შემცველობა მთლად არ დაურეგულირდა, მაგრამ 15 დეციბელით მოიკლო. ეს რა თქმა უნდა მოხდა მხოლოდ სტრონგუსის მეშვეობით, იმიტომ რომ ის იყო მონოთერაპიაზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ სტრონგუსი არის ბუნებრივი ფიტონციდი, რაც ნიშნავს ფიტონციდი, ეს არის ლათინური და ბერძნული
სიტყვების ესეთი ერთობლიობა, რომელიც ნიშნავს მცენარე მკვლელს და მას აქვს აგრეთვე სიმსივნური უჯრედების ელიმინაციის უნარი. რა თქმა უნდა, ახლა ესე ფართეთ ამის გაგება, რომ ის არის კიბოსაწინააღმდეგო საშუალება. თუმცა რა თქმა უნდა, თქვენ ალბათ იცით, რომ ნიორზე უკვე ძალიან სერიოზული საუბარია, რომ ის შევა იმ პრეპარატების და შედის იმ პრეპარატების შემადგენლობაში. ასეთ ცოტა ვერიდებით, ასეთ გადაჭრით და თამამად არავითარ შემთხვევაში ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის სხვადასხვანაირი პრობლემა აქვს, იმათ ესეთი, ასე ვთქვათ, გადამეტებული იმედების მიცემას არავითარ შემთხვევაში მე ამ შემთხვევაში ვამბობ, როგორც დამხმარე პრეპარატი, რომელიც შესაძლოა გამოიყენებოდეს და რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციის გარეშე არც ერთი დანამატის გამოყენებაც კი არ შეიძლება. იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალება და იმუნიტეტის მამოდულირებელი, არამოძალადე საშუალება. იმიტომ რომ გამერტის დიაბეტი რანაირად შედის ახლა შაქრიანი დიაბეტი, ვინაიდან უჯრედის მეტაბოლიზმის მოწესრიგება ხდება, ენერგოუზრუნველყოფის მოწესრიგება ხდება, აქედან გამომდინარე, აქაც როგორც ნინომ ბრძანას სწორად ეს მითითება მინდა მეც გავაკეთო, რომ არ შეიძლება ეს ხელაღებით დაუშვათ ვთქვათ, რომ გამოიყენეთ როგორც მონოთერაპია შაქრიანი დიაბეტის დროს. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მას აქვს ეს საოცარი თვისება, რომ მოაწესრიგოს უჯრედის ენერგოუზრუნველყოფის სისტემა და უჯრედზე მიყენებული სტრესი აგვარიდოს თავიდან. რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ უბრუნდების შეკითხვას იმისათვის, რომ ჯერ ერთი დაიწყოს მოქმედება პრეპარატმა და რაღაც ეფექტი შევიგრძნოთ და მეორეც ერთი საჭირო აქვს თუ არა რაღაცა კურსის სახეს დასვენებას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ასაკობრივი დიაპაზონი როგორია? ასაკობრივი დიაპაზონი. ბავშვებში გამოიყენება 5-6 წლიდან უკვე, როდესაც ბავშვს შეუძლია მთლიანად ეს ჟელატინის კაფსულა გადაყლაპოს წყლის მეშვეობით. ზოგადად მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პერიოდში შესაძლოა ერთთვიანი კურსი და სრულიად საკმარისია. ჯანმრთელი ადამიანისთვის სრულიად საკმარისია ერთთვიანი კურსით ამ პერიოდში მიღება, ხოლო თუ რაიმე ქრონიკული დაავადება, თუ რაღაც ფონური დაავადება, რომელსაც ჩვენ ვამატებთ სტრონგუს ან მონოთერაპიით მივდივართ სტრონგუსით მკურნალობით, სამთვიანი კურსია, კარგი, ძალიან სამთვიანი კურსის ეფექტური და მე მინდა ვთქვა, რომ უკვე 1 კვირის შემდეგ და ვირუსული ინფექციების შემთხვევაში 3-4 დღის შემდეგ იწყებს ეს პრეპარატი. არტერიულ წნევაზეც მინდა კითხოთ, ძალიან ბევრი პრეპარატი, ვთქვათ, ვერ ეთანხმება წნევის წამლებს ან ზოგადად ხო რაღაცა ზემოქმედებს არტერიულ წნევაზე, როგორ მოქმედებს სტრონგუსი ამ შემთხვევაში? სტრონგუსი ან არტერიულ წნევაზე, დიახ, არტერიულ წნევაზე ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი კითხულობს ამას. სტრონგუსი არტერიულ წნევაზე მოქმედებს როგორც მარეგულირებელი, ასეთ შემთხვევაში ის იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და ზოგადად ანუ არეგულირებს სისხლძარღვების გამიგდოს წნევა არანაირად, იმიტომ ეს არის დანამატი, ეს არ არის ქიმიური პრეპარატი, რომელიც ამას გააკეთებს. ანუ სტრონგუს ზოგადად ახასიათებს მოდულაციის თვისება. მე პედიატრი გახლა ვარ, თუმცა აი ამ შემთხვევაში ეს შრომები, რომელიც არტერიულ წნევასთან დაკავშირებით არის და ქოლესტერინის დაკავშირებით. მოგვიყვეთ იმ კვლევაზე, რომელიც ინფარქტ გადატანილ პაციენტებზე ჩატარდა, აი ნივრის ეთერზეთებთან დაკავშირებით, რაღაც ორმაგი ბრმა კვლევა, ეგრეთ წოდებული როგორც ორმაგი ბრმა რანდომიზირებული კვლევა. ძალიან აქტიურად იყენებენ ნიუ-იორკ შვეიცარიაში, ძალიან აქტიურად იყენებენ გერმანიაში თვითონ და ზოგადად ევროპაში ნიუ-იორკს იყენებენ სტრონგუსის სახით ძალიან აქტუალურად. ჩატარდა შრომა, რომელშიც ღებულობდნენ პაციენტები, მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომლებიც რისკს ჯგუფს წარმოადგენდნენ ინფარქტისთვის, ინფარქტის გადატანისთვის. ეს იყო ორმაგი ბრმა რანდომიზირებული კვლევა, რა თქმა უნდა, რომელიც პლაცებო მეთოდით მიმდინარეობდა და აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სტრონგუსს, დაახლოებით 4-5 ჯერ შემცირდა ინფარქტის განვითარების რისკი. ეს იყო მრავალწლოვანი კვლევა და სხვათა შორის საერთაშორისო მნიშვნელობის და ძალიან საინტერესო შედეგებია დადებული. ეს მე როგორც პედიატრს ამის შესახებ უბრალოდ მაქვს ინფორმაცია. მე მაინც მაინტერესებს რა განსხვავება არის აი კონკრეტული პროდუქტის ამ შემთხვევაში თქვა ნივრის ეთერზეც და აი კიდე რაღაცები ხომ მზადდება სხვა პროდუქტებისგან. არის სხვადასხვა ზეთის, ანუ სამი სახით არის, მაცერატის სახით არის, თეთრი ფხვნილის სახით არის და არის ეს სტრონგუსი, ეთერზეთი, რომელსაც აქვს ზუსტად ეს 19 ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეულ მათგანს
მას აქვს ძალიან სერიოზული დატვირთვა, აი თვითონ ბიოლოგიურად აქტიური დანამაც და მას აქვს უნარი, რომ აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში იმუნიტეტის შერყევა, ასე ვთქვათ, და ორგანიზმზე სტრესის ზემოქმედების საბოლოო შედეგი, ანუ სამიზნე, ეს არის უჯრედის ენერგოუზრუნველყოფის სისტემა და თავისუფალი რადიკალების გამომუშავება, როდესაც ხდება ჟანგური ჟანგვის პროცესების გააქტივება. ეს არის სასიგნალო სისტემა, როდესაც უკვე იძაბება იმუნიტეტი. ვიცით, ძალიან რთულია ხოლმე პაციენტებისთვის აი ასე ზოგადად გაგება მათი ჯანმრთელობის, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული დაავადება, რაღაც კონკრეტული ორგანო რომ სტკივათ, ურჩევნიათ იმას უმკურნალოდ, როდესაც ზოგადი გაჯანსაღებისთვის იმუნიტეტი რომ მნიშვნელოვანია, ეს ყველამ ვიცი. ეს ყველამ ვიცი. ზოგადი გაჯანსაღებისთვის არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ ადამიანს აქვს სერიოზული რაიმე დაავადება, ქრონიკული დაავადება, ასეთ შემთხვევაში მაინც ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევ მე როგორც ექიმი, რომ გაიარონ კონსულტაცია შესაბამისად ექიმთან ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამ პრეპარატის მიღება პრევენციის მიზნით ანუ უკუჩვენება კონკრეტული სახეობის უკუჩვენება არა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვაცანით. მართლა პირველად შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. სტრონგუს ამ დროს საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ პრეპარატს და უცნობადობა მოსახლეობის ამ ხრივ შევეცადეთ. დიდი მადლობა, მოგვიახლოვდა რეკლამას, რეკლამის შემდეგ კი მოგვიახლოვდა კავკენძის რუბრიკა. და იაფარულავა მათში. ეს ყველაზე კარგად მიკამიხსენს ხოლმე თავისი ვიდეოებით. ხო და ის მოდის ხოლმე. ხო, მაგრამ გონია რომ აი ისეთი ენერგეტიკა დაგხვდა იქ სადაც იყავი რომ კი, და გადმოგვედება. ეს ადამიანი მე პირველად რომ ნახე, პატარა ვიყავი, მამაჩემი მსახიობია, გავამხელ ამას, მამაჩემი აკეთებდა, აფორმებდა ფილმს, სადაც ის თამაშობდა და პირველად რომ ნახე, აი ხა ჩანს იაფარულავაზეა საუბარი, ეს არის ფილმი ფესვები. და მახსოვს რომ ნახე ისეთი აღფრთოვანებული ვიყავ, პატარა ვიყავი და ხო იცი პატარის თვალით ეს სილამაზე კიდე სხვანაირად აღიქმება, მაგრამ მახსოვს რომ გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზი იყო, თვითონ ეს ენერგია მოდიოდა რაღაც საოცარი წამლეკავი. თვალებიდან გეგონება აი ნაპერწკლებს ყრიდან მართლა, ну აი რაღაცა სხვანაირი ის ქონდა ეშხი, ხო არის აი ლამაზი ქალიც მინახავს, მაგრამ რაღაცა იმის იქით რომ არაფერი არ არის და იას ეს ნამდვილად აქვს, რომ აი რაღაცა სხვა რამე მოდის მისი თვალებიდან, დღემდე არის ასე ნამდვილად და კი ბატონო. რესპონდენტის ასეთივეა ზუსტად. ვიცით ჩვენ ახალ სახში მიხვედი. ახალ სახში და ექსკლუზივი იყო ეს სხვათა შორის, თვითონაც აღნიშნა, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც მასთან შეიხედა სახლში. ულამაზესი სახლი აქვს, სალომე ფურიშვილის გაკეთებული სხვათა შორის დიზაინი, ძალიან ლამაზი ხედებით. და რა ვიცი, კადრებიც გავამზადე ეს ფილმებიდან მისი, ეს არის ფესვები ხო ეს ფრანგულ ფილმში რო თამაშობს, ეს არის სიყვარული ვენახში. ეს მამაჩემს მუსიკა არის ამ ფილმში. ხო და რამე სხვანაირი კითხვების ხასიათზე ხო არ მოხვედი იასთან რო იყავი სტუმრად. იცი რა, კი ანუ ბევრნაირი შეკითხვა დავსვი როგორც ყოველთვის მრავალფეროვანი და თავისებური პასუხებიც ქონდა რა. აუ დაინტერესებოდა, აბა რა მე რა თქმა უნდა მე ეს არ ამოვჭერი. რა თქმა უნდა. ყოჩახლი. მოდი ვუხმო. მოდი დამოუჭრელი ვიდეო. ზარი ვერ დავაყენე, ზარი. მოდი ლიკა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი, თან ახალ სახლში. რა კაია, როგორი სილამაზეა. ჩემი ახალი ბინაშ, ექსკლუზივი შენ გაქვს, არავის უნახავს ჯერჯერობით გარდა ჩემი Instagram სტორებისა. აუ ძალიან სილამაზე არის. ძალიან ლამაზი ხედი მაქვს აი აქ და სხვათა შორის ეხა აი მანი მოსაწყობია ჯერ დათვეს და მე აი ამ ხედის გამო გადაწყვეტე რომ მე აქ ფარდებს არ გავაკეთებ. იმიტომ რომ კი უნდათ რომ ფარდები ჩამოვყიდო ჩემ მეგობრებს, მე ფარდა აქ არ იქნება. აუ თან ღამე ალბათ განსაკუთრებით სასიამოვნოა განაცემა. გონია რაღაცა პატარა ნიუ-იორკის ხედი მაქვს. ეხა ამ წუთას რას გავს ხო ვთქვათ, მაგრამ მაინც კარგია. ხედი კარგია და იცი რა არის ლიკა, იმდენად პატარა ბინაში ვცხოვრობდი მე მანამდე, მთელი 8 წელი, რომ აი ჩემთვის აი დახამებული ვარ სივრცეს და ეს ბინა რო ვიყიდე, იყო არ იყო კედლები, იყო მხოლოდ აი ოთხკუთხედი და მე და ჩემო მეგობარ სალომე მეფურიშვილმა, რომელიც არის უნიჭიერესი, დაგეგმა ყველაფერი მისი გემოვნებით.
ეთყობა ხო სალომეს ხელი ეთყობა, მართალია, ბევრიც ვიჩხუბეთ, ბევრი რაღაცაზე ვიკამათეთ, მაგრამ ხო იცი, კამათში იბადება ჭეშმარიტება და ძალიან კარგად ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ კაი კლიენტი გამოვდექი სალომესთვის. ძალიან და ძალიან მომწონს, ძალიან სასიამოვნო აურა არის. ძალიან კარგი აურა და ვინც მოდის სტუმრად, წასვლა აღარ უნდათ, იმიტომ რომ ისვენებენ აქ და ხშირად მაქვს ხოლმე ორ კვირაში ერთხელ მაქვს პატარა მინი ვახშმები. ნუ ვახშმები კი არა, უბრალოდ მოდიან მეგობრები, სხვადასხვა სასტავები ეგრეთ წოდებული. მაქვს ჩემი მენიუ, თქვა ტოლმა. შენ დაკეთებ ხოლმე? არა, ჩემი რძალი თეა მეხმარება, მე მეზარება. ყიდვად შეიძლება, მაგრამ მაინც ოჯახში გაკეთებული სულ სხვა არის და მაქვს ტოლმა ხორცისგან, ხორცის პეროგი, ღვეზელი. და ნუ ეხლა ყოველთვის რომ მოხვიდე ნებისმიერ დროს ჩაი, თაფლი, ლიმონი და სასუსნაოები სულ მაქვს. და ხედი. მაგრამ ნამცხვარს არ ბაჭაჭანებს სახში. შაქარზე უარს ვარ. არა, თაფლი ხო არა, ნამცხვარი არა. ია, ბავშვობაში რაზე უცნებობდი? ბავშვობაში მოცნებობდი რომ გამختارიყავი ბალერინა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა რა მონაცემები მე მქონდა, პუანტებიც მქონდა ნაყიდი, უბრალოდ პლეხანოვის ქუჩაზე იყო ეგეთი მაღაზია, და საბალეტო მაღაზია ერქვა და იქ იყიდებოდა პუანტები და გავიკეთებდი ხომ ამ პუანტებს და დავდიოდი. კი დავდიოდი, ეგეთი საბალეტო სკოლა არ იყო, უბრალოდ ცეკვები იყო. იქ მამაჩემის და დედაჩემის მეგობარი იყო ცნობილი ქორეოგრაფი იური ზარეცკი, შენ არ გიმახსოვრება პატარა. მე ვიცი, სახელაგვარი გაგიგია, რა თქმა უნდა და იურა ზარეცკისთან ვიყავით, დავდიოდი კლუბში, ისეც პლეხანონზე იყო და ცეკვავდი ჩარლსტონი, რაღაც ცეკვები რა და ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხება ბალეტთან, ასე ვთქვათ, მაგრამ ამაზე ვოცნებობდი. პროფესია როგორ აირჩიე? პროფესიის არჩევა შემთხვევით მოხდა. მე ვსწავლობდი ფორტეპიანოზე და ძალიან სერიოზულად უნდა გავყოლოდი ამ საქმეს, მაგრამ რომ გითხრა, რომ იქაც დიდი მონაცემები მქონდა მოგატყუე, ვსწავლობდი კონსერვატორიის 10 წლებში და მერვე კლასში გადავწყვიტეთ ოჯახმა და ჩემი და რომელიც არის ასევე მუსიკოსი, მანაც ფორტეპიანოს განხრა დაამთავრა კონსერვატორიის შემდეგ ვოკალი, რომ მე უნდა ჩამებარებინა კონსერვატორიაში და მომამზადეს. მაგრამ იმ პერიოდში სწორედ იმ პერიოდში მე გადამიღეს ფილმში და ამან განაპირობა ჩემი განწყობა და შემდეგ უკვე ოჯახმა გადაწყვიტა რომ მოგწამლა ხო გადასაღება ბავშვს ისე მოეწონაო ესე იგი ფილმში გადაღება რომ მე ვთქვი всё მე უნდა გამოვიდე მსახიობი და შემდეგ უკვე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მიხეილ თუმანიშვილის კლასი, 4 წელი ვისწავლე, შემდეგ უკვე გადამანაწილეს კინომსახიობთა თეატრში, კინომსახიობთა თეატრში როგორც კი გადამანაწილეს ეგრევე მთავარი როლი მომცა ბატონმა მიშამ, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ გადაღებებზე წავედი ლენინგრადში, მაშინდელ ლენინგრადში, ლენფილმში მიიღებდნენ მთავარ როლში და გავაცდენდი რეპეტიციებს და ამის გამო ბატონი მიშა გამინაწყენდა და გამაგდო თეატრიდან. ასე მორჩა ჩემი თეატრალური კარიერა. მე იყო რაღაც ფილმები, აქეთური, იქითური, მაგრამ აი როგორც თეატრის მსახიობი ვერ შევდექი. ია, აი შენ ცხოვრებაში, აი ნებისმიერ პერიოდში რო შეგეძლოს დაბრუნება, სად დაბრუნდებოდი? დავბრუნდებოდი ალბათ თეატრალურ ინსტიტუტის პერიოდში და არ გაცდენდი? არ გავაცდენდი, ალბათ პირველ კურსზევე გავთხოვდი და ალბათ არ გავთხოვდებოდი. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, მაშინ გოგოები 18 წლის ასაკებში ვთხოვდებოდით, იმიტომ რომ ნუ ასე იყო. ეს იყო დიდი შეცდომა, დიდი ტრავმაც იყო, იმიტომ რომ ეს ჩემი ქმარი, ვინც იყო ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც მეგონა რომ ძალიან მაგარი ტიპია და აგერ აკადემიაში სწავლობს და კაი მეგობრები ყავს და ვაფშე გამოსული ტიპია, აღმოჩნდა საშინელი აზიატი, რომელმაც ესე იგი ამიგრძალა, თელმა ოჯახმა ამიგრძალა მსახიობობა. მთხოვეს რომ გამომეტანა ესე იგი საბუთები თეატრალურზე და ჩამებარებინა სამედიცინოზე და ეხლა უკაცრავად სადერეკლი და საჩემი ყუდაადეთ ხო მე მოკლედ ეს ვარ შედგა მე წამოვედი იქიდან წამოვედი მაგათი ოჯახიდან გამოვიპარე ოჯახიდან და ასე შევდო მაგარი ამბები გადაგხდენი ესე იგი ჩვენ ამერიკაში როგორ აღმოჩნდი ამერიკაში ჩვენ 92 წელს არა 92 წელს გადაიღეს აქ ქართულ-ამერიკული ფილმი ფალკონი ანუ შევარდენი
და მაშინ არა რომელი წელი რა 99 წელს კაცო ხო შედაბადებულიც არის რავი ჩემი გადამიღეს ამ ფილმში და ფილმში რომ მორჩა გადაღებული 99-ში ვიყავი ხო 96-ში გავჩნდი საყვარელი გითხრეს რომ იცით ჩვენ ვაპირებთ თქვენ დაგპატიჟოთ სიეტლში სპექტაკლს გავაკეთებთ ამავე სახელწოდების სპექტაკლს გავაკეთებთ თქვენ იქ ითამაშოთ ინგლისურ ენაზე მაშინ ენა კარგად არ ვიცოდი როლი დავიზეპირე რა თქმა უნდა და ჩვენ წავედით სიეტლში. სიეტლში ყოფნისას გავიცანი ახალგაზრდა ჟურნალისტი მამაკაცი ძალიან სიმპათიური რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ჩვენი სპექტაკლი უნდა გაეკეთებინა ჩვენ სპექტაკლს უნდა დაეწერა რევიუ მაგრამ ჩვენ შორის ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და მან ამაზე უარი თქვა და როდესაც ჩამოვედი საქართველოში ისაც ჩამოვიდა და მთელი ამბები მოკლედ ძალიან მოეწონა საქართველო და გადავწყვიტეთ 6 თვე უნდა ვიცხოვროთ საქართველოში და 6 თვე უნდა ვიცხოვროთ ამერიკაში. წავედი ამერიკაში, მოხდა აქ ომი, უბედურება 90-იანები გახსოვდა და გავიჩხირი ამერიკაში. არ მინდოდა ეხლა დიდად ამერიკაში ცხოვრება, იმიტომ რომ აქ მე კარიერა მქონდა, მე უკვე რუსეთშიც მეპატიჟებოდნენ კინოსტუდიები ასე შემდეგ და რაღაცა გავიჭედე ამერიკაში. აი იყო რაღაცა წარმოდგენა ამ ამერიკაზე და თქვათ რომ ჩახვედი რაღაცა სხვა დაგხვდა თუ აი რავი მოლოდინით მქონდა რომელიც მოლოდინი დიდად ახლა იცი რა არის ახლა სიმართლე გითხრა დედაჩემი ძალიან ნიჭიერი ქალი იყო და გიზდებოდა ჰოლივუდზე ჰოლივუდის ვარსკვლავზე ეს 30-იანი წლების რიტა ჰეივორდი და ეს გრეტა გარბოების აი რაღაცა სულ ამ ფილმების ყურება და რაღაცები და სულ მომწონდა ბავშვობაში კიდე ჯინა ლოლობრჯიდას მამს გავსებდნენ და სულ მესმოდა ბავშვობაში ეს ჰოლივუდი არ ვიცი ეს რაღაცა ჩამრჩა ტვინში თუ რაღაცა და რა თქმა უნდა რომ ჩავედი სიეტლში სიეტლი ჰოლივუდი არის ხო ამიტომ რა თქმა უნდა სულ სხვა წარმოდგენა გქონდა და სულ სხვა რაღაცა მოხდა იქ მაგრამ ძალიან ძლიერი ქვეყანაა ქვეყანაა და დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა და როგორც მოგეხსენება if you make it there you can make it anywhere იყო დიდი იმედგაცრუებებიც მაგრამ მაინც დიდი გამოცდილება რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება მამაკაცში აი რა არის შენთვის მამაკაცი პირველ რიგში უნდა იყოს ვაჟკაცი და უნდა პატივსცემდეს ქალს ყველანაირად და უნდა აღმერთებდეს ქალს. ქალი მისთვის უნდა იყოს არც მეტი არც ნაკლები ქალღმერთი. თუ კაცი ასეთი არ არის, მაშინ ის ჩემთვის კაცი არ არის. დრას ვერ აპატიებ ადამიანს. ღალატს ვაპატიებ. აი ალბათ იცი რა არის უკვე ისეთ ასაკში მოვედი ცხოვრებაში რა ყველაფერს ვაპატიებ იმიტომ რომ მე ვინ ვარ რომ ვაპატიო აპატიოს მან თავის თავს აპატიოს განგებამ კოსმოსმა სამყარომ აპატიოს ღმერთმა აპატიოს მე ვინ ვარ რომ ვაპატიო მე უკვე ისეთ ასაკში მოვედი ალბათ უფრო პატარა რომ ვიყავი ზღვარძლი მქონდა რაღაცა ის მქონდა ეს მქონდა არაფერი აღარ მქონდა განთავისუფლება რა ყოველთვის ამიტომ ის თუ რაღაცას დამიშავებს იმან თავის თავს დაუშავა მე ვერაფერს ვეღარ დამიშავებს ვერავინ ვერასოდეს ჩვენი ქალაქის მერი რომ იყო პირველს რას შეცვლიდი ჩვენ თბილისში ყვითელ ავტობუსებს ხომ მოვაშორებდი. აბსოლუტურად ეკოლოგიას დავაყენებდი უმაღლეს დონეზე. ხეები, რაღაცას ვიზავდი რომ საცობები არ იყოს. ხა უკვე კანონი შემოვიდა ცხოველების და წავებაზე და მიხარია და თავშესაფრებს გავაკეთებდი უპატრონო ცხოველების აუცილებლად და რა თქმა უნდა ეკოლოგიაზე ვიზრუნებდი პირველ რიგში და გავაკეთებდი უფრო მეტ სამხიარულო სადღესასწაულო რაღაცა აი ეგეთ ადგილებს სადაც აი შაბათ-კვირა ხალხი წავიდა, გაერთო, დაისვენა რაღაცა მარტო თბილისობაზე რო ხდებოდა მწვადის უნად რო ყარს თელი ქალაქი. აი რაღაცა ეგეთი კი არა, უფრო დახვეწილი. ია, მეცნიერება თუ რელიგია? ორივე საჭიროა. როგორ ფიქრობ, აი გარეგნულ სილამაზეს მეტი ისა აქ რა ქვია ძალა თუ რაღაცა შინაგან სექსუალურობას? ენერგია სექსუალურს უფრო სწორედ. იმდენად იშვიათი გახდა ნამდვილი სილამაზე,
ის რაც არ არის თქვა პლასტიკური ქირურგიით გადაკეთებული, შეკოწიწებული, გალამაზებული, რომ უკვე ნაღდის სილამაზე უკვე ისეთი იშვიათობა გახდა, ну ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ უყურებთ, ხო, იმიტომ რომ ნებისმიერი პროცედურით, რაც მე მივესალმები, ახლა გოგო იყო მახინჯი და გახდა კრასავიცა, თქვა და დაემსგავსა ვიღაცა ცნობილ მოდელს, თქვა და მე ინსტაგრამში ყავს ეს ფოლოვერები და ჭკუაზარი. რა თქმა უნდა, ისაც გვინახავს, რომ აბსოლუტურად გარეგნულად არალამაზმა ქალმა დაიპყრო საუკეთესო გარეგნობის მამაკაცი, ვთქვათ, კარგი მამაკაცი. მე მაინც ვფიქრობ, რომ შინაგანი სილამაზე და შინაგანი კულტურა, განათლება, კიდე რაღაცა სხვა თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომ აი ეს. ხო, ეს და რაღაცა. უკვე ხა საპიოსექსუალების დრო დადგა მამაკაცები რომლებსაც უყვარდებათ ქალები ინტელექტის და მათ გონებაში არიან შეყვარებული თქვათ ვეღარ არის გააკვირვებს სილამაზით რა იმიტომ რომ შესაძლებელია იყო ამაზი ძალიან ადვილად თქვათ ხო მართლა სასწაულები ხდება ხა მე რასაც უყურებ და ამიტომ შინაგანი სილამაზე შინაგანი კულტურა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შინაგანი ცეცხლი და სხივი, რომელსაც ქალი უნდა ასხივებდეს. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. სიყვარული ყველას უნდა როგორ ფიქრობ? ხო, ახლა ხო დამტკიცდა რომ სიყვარული არის ერთგვარი რაღაცა, ფსიქიური აშლილობა თუ რაღაცა, ესეთი მიჯაჭვულობა თუ რაღაცა. სიყვარულის გარეშე ძნელია ცხოვრება, მაგრამ ახალგაზრდა ასაკში გიყვარდება, უნდა შენი ჭირი, შენი წილი სიგიჟე გაიარო, ვისაც არა გავლილი, მერე თხოვდებიან, მერე გამოთხოვდები და მერე გიჟობენ. რაღაცა სიგიჟეს რომ გაივლი და დაბრძენდები, მერე უკვე მოდის საკუთარი თავის სიყვარული, უფრო მეტად ვიდრე ვიღაცის სიყვარული. კი სასიამოვნოა ეს ყველაფერი, მაგრამ მე თუ მკითხავ, მე პირველ რიგში ჩემი თავი მიყვარს და მე ვიფიქრე სხვა დანარჩენს. და როგორია შენი აი იდეალური გარემო შენთვის? იდეალური გარემო ჩემთვის არის სიმშვიდე, აუცილებლად უნდა იყოს კლასიკური მუსიკა, გემრიელი ჩაი, კარგი ჩაი, ლამაზი ფინჯნიდან. სასურველია ძველთბილისური გამჭვირვალე ფინჯანი. ხო, კლასიკური მუსიკა, სიმშვიდე, წყნარი გარემო ატმოსფერო და ჰარმონია უნდა იყოს ყველაფერში. აი რაღაც ატმოსფეროშიც, აი მე ამ ჰარმონიას ახლა მივახციე. 10-8 წელი ცხოვრობდი ძალიან პატარა ბინაში და ჩემი აურა იყო აი იჭყლიტებოდა, რასაც ქვია, პირველსად სახლა რო არ გავარდნილიყავი, ცუდად ვიყავი და ეხა აღარა მაქვს ეს შეგრძნება. პირიქით, მინდა ჩემთვის მარტო. სხვადასხვა მე მაქვს ხოლმე კვირაში ერთი დღე, სიზარმაცის დღეს ვეძახი, საერთოდ ლოგინიდან არ ვდგები და ვისვენებ. მეორე დღეს ვარ ჩიტივით. პატარა კურორტს ვიწყობ სახლში, სახლი კურორტის სახლში. აი ეს არის სასიამოვნო გარემო, ატმოსფეროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ატმოსფეროს ჩემს გარშემო. უკვე ისეთ მდგომარეობაში და კონდიციაში მივედი, რომ ნეგატიურ ვიბრაციებს ადამიანისგან თუ იმისგან თუ ამისგან ვეღარ ვიდ. აი ხა, აი ამასაც რო უყურებ, აი რაღაცა ჩაჟამულს ნერვები არ მეშლება, მაგრამ არ მსიამოვნებს. მინდა უფრო ლამაზი იყოს, მაგრამ ღამე ლამაზია. ღამე ძალიან ლამაზია. ხო, ღამე ლამაზია. ია, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამითმე დრო. მადლობა, წარმატებები. ყოველთვის კარგია იას ყურება და მოსმენა არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რესპონდენტი სტუდიაშიც და მისასვლელადაც და ყველანაირად და სასურველი. და ძალიან კარგი რა, აი ხე იას ფოტოებს ხედავთ რობერტ დე ნიროსთან ერთად. რა წყვილი? სასწაული ხო და მახსოვს ეს ისტორიაც, რომ რაღაცა კინოფესტივალზე იყო ჩასული რობერტ დე ნირო მოსკოვში და რაღაცა ესეთი სიტუაცია იყო, რომ უნდა აერჩია თურმე ქალი და ის ქალი შერჩეული ყავდათ უკვე ვინც უნდა აერჩა და ამეთქო რომ მე ის არ მომწონსო, მე სხვა მომწონსო და ია აურჩევია. და ასე დამეგობდნენ. რა კარგია, კარგი. ძალიან მომეწონა იას სიზარმაცის დღე. აბალიკა. დღეს ატარებს ლოგი. ერთხელ ეთერიდან გაგვანდა. ოღონდ მაგასაც ცოდნა და სწავლაურე, მე არ გამომივა ზუსტად ვიცი. გაღვიძებული არ ვარ პირდაპირ ვდგები ხო. იცი მე შევამჩნიე რომ ძალიან ლამაზი კედელი გვაქვს დღეს. როგორ სწორად შეამჩნიელი კადე მე შენს და გოგოებსაც და მაყურებელსაც გაგაცნობთ ბაიკოს ფუნქციას ვიტვირთებ ასე ვთქვათ დღეს. ანი თოიძეს ნამუშევრებია დღეს ჩვენთან კედელზე ახალგაზრდა მხატვარი იმიტომ რომ შარშან 2018-ში დაამთავრა მხოლოდ სამხატვრო აკადემია.
თანამშრომლობს გალერეა Overground-თან და მის ინტერესების სფერო როგორც ამ კედლის ნახატებიდანაც ჩანს არის ადამიანი, მისი შინაგანი სამყარო, ჩვენ რეკლამის დროსაც საუბრობდით ადამიანის პრობლემები, შიშები, ყველას ჩვენი ფარული შიშები გვაქვს, მათთან გამკლავებას უზიარებთ ერთმანეთს. და ესეთი ანის კონცეპტუალური ხედვა. ვიცი რა არის, საერთოდ ხელოვნება კარგია, როდესაც რაღაცაზე დაგაფიქრებს ადამიანს და რაღაცა ბევრ კითხვას გიჩენს და ხა ეს ნახატი მე ბევრ კითხვას მიჩენს. გიჩენს? ჩემთვის აი ემოცია არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. ემოცია რაღაცას ვცნობდებ. რაღაცა ასაკიც გაურკვეველია თითქოს ამ ადამიანების ვინც არის ამ ნახატზე და ავტორს ასაკი გარკვეულია, ახალგაზრდაა და ძალიან სერიოზული მომავალი აქვს, როგორც ჩანს. დიდი მადლობა ნინო გურჯაბიძეს, რომ გაგვაცნო ანი თოიძე. ჩვენ რა ვიცი, მე მგონი ძალიან თამამად შეგვიძლია დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა, დავიწყოთ ხვალინდელისთვის მზადება. კარგი ფქენით ძალიან, რომ მნიშვნელოვანი სამედიცინო დარგი გავიცანით გადაცემის პირველ ნაწილში. შემდეგ პრაქტიკულად სუპერმოქმედი იმუნიტეტის საჭირო პრეპარატი წარუდგენთ ჩვენს მაყურებელს და შევხვდით ძალიან კარგ რესპონდენტს ლიკას რუბრიკაში. შემდეგისთვისაც რა თქმა უნდა შევეცდები რომ საუკეთესო. დიდი მადლობა ხვალ ინტერიერი, მუსიკა და ფსიქოლოგთან შეხვედრა. და საერთოდ ხვალ.